9 მაისს საღამოს 7 საათზე მშვიდობის ხიდზე გეპატიჟებით ფოტოკონკურსი ქოლგა 2010 ოფიციალურად იხსნება. 100 საუკეთესო ფოტოწელს ორგანიზატორებმა 3500 ნამუშევრიდან შეარჩიეს. პროექტი კულტურის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით განხორციელდა. ვინ გამოავლენს გამარჯვებულებს და რა პრიზები გადაეცემათ კონკურსის მონაწილეებს, ნახეთ მარი კუპლაშვილის სიუჟეტი. შევეცდებით, რომ მთლიანად ავითვისოთ ეს ხიდი დაწყებული შემოსასვლელიდან დამთავრებული ბოლომდე. ზუსტად 2 დღეში მშვიდობის ხიდის მთლიანი პერიმეტრი 100 საუკეთესო ფოტონამუშევარს დაეთმობა. ფოტოკონკურსი ქოლგა 2010 გახსნის საზეიმო ცერემონია სწორედ ამ ადგილას გაიმართება. ქოლგა რიგით მე-9 მასშტაბური გამოფენისთვის ემზადება. ახალი ხიდი კი 9 მაისს პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. ჩვენი გამოფენა იქნება განათებული და ხიდის განათება და თვითონ ექსპოზიციის განათება ალბათ ჩვენი აზრით ძალიან მოუხდება ერთმანეთს. სიმებიანი კვარტეტი გაუწევს აკომპანიმენტს ამ გამოფენას. 100 საუკეთესო საკონკურსო ფოტოწელს ქოლგას ორგანიზატორებმა 3500 ნამუშევრიდან აარჩიეს. გამარჯვებულების გამოვლენა კი ჟიურის პოლონელ წევრებს მიანდეს. ვერცხლის ფოტოკამერები მხოლოდ პირველ, მეორე და მესამე ადგილის მფლობელებს გადაეცემათ. დაწესებულია სპეციალური და ფულადი პრიზებიც. ქართული ფოტოხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ალექსანდრე როინაშვილის სახელობის ჯილდო ღვაწლმოსილ ფოტოხელოვანს გადაეცემა. წინა წლებთან შედარებით უფრო მეტი არის მონაწილეთა რაოდენობა. თვითონ ფოტოებიც, წლევანდელი ფოტოები უფრო მხიარული არის, უფრო ნაკლებად დრამატულია. სამხედრე ფოტოკონკურსში ქოლგა აქტიურად მონაწილეობს. წელსაც ელენე დამენია 3 ფოტო ჟიურის გადაწყვეტილებას ელოდება. ჩემი მეგობრებიც იღებენ მონაწილეობას და დასართობიც არის ძალიან. ანუ ეგრეთ წოდებული ეს არის ღირსშესანიშნაობა ყოველ წელიწადს, რომ ქოლგაზე იღებ მონაწილეობას, მე გამოფენა ის და ძალიან კაია. ქოლგა 2010 ნებისმიერ მსურველ წელს მშვიდობის ხიდზე გეპატიჟებათ. 100 საუკეთესო ფოტოსთვის 100 ქოლგა 9 მაისს 7 საათზე გაიხსნება.